სირიაში თურქეთი და ამაზე შევწყვეტეთ ისრაელი მიუჩოჩდნენ ძალიან ერთმანეთს. ხო, მიუჩოჩდნენ ძალიან ერთმანეთს და რაც თავარია მათი ინტერესები, ასე ვთქვათ, არ არის ჰარმონიზებული. ნუ ახლა ეს ხო გასაგებია, რომ ეს ალჯოლანის ხელისუფლება პროტურკული რო იყო და ზოგადად თურქეთი რო იქ მთავარი აქტორია, ეს ვიცით, ხო? დიახ. მაგრამ ამით არ არის უკმაყოფილი იქ არც ისრაელი, არც ირანი. რომელიც როგორც მოგახსენეთ დაერღვა ღერძი ირანი ზოგადად არ შეიძლება იყოს მაყოფილი დიდი თურანის იდეებით ვინაიდან ირანი მოგიხსენებათ რომ დიდწილად ირანში სხვადასხვა დათვლებით 20 მილიონამდე აზერბაიჯანელია დაახლოებით ესეა შესაბამისად ახლა დიდი თურანის იდეა და თურქული ერების გაერთიანების ასე ვთქვათ და ინტეგრაციის უმატებს ან ერდოღანი ჯერ იყო ორი სახელმწიფო ერთი ხალხი ხე 6 სახელმწიფო არა მარტო ახლა უფრო მოიმატა კი ახლა ხო მე ცეტავ რომ ამით არ შეიძლება იყოს კმაყოფილი არც რუსეთი ცხადია რომელიც ახლა იღრჭენს კბილთა თვის ესე იგი უკრაინაშია დაკავებული მაგრამ ამიტომ ნეიტრალური ერთგვარად ესე ვთქვათ არ ერევა ამ ახლო აღმოსავლურ გარჩევებში და ეს გარჩევები სულ უფრო და უფრო გადადის ესე ვთქვათ ტერმინალურ ფაზაში ახლა ამასთან ერთად ესე იგი თურქეთის გააქტიურება კიდე დაკავშირებულია იმასთან რომ თურქეთს არ უნდა დაუშვას ქურთების გაძლიერება და ქურთული ცენტრის შექმნა არც ერთ ქვეყანაში. არავის არ აწყობს ეს და დღეს სირიაში ვინაიდან დეზინტეგრაციული პროცესებია, ხომ? ბუნებრივია რომ ქურთები ამ შემთხვევაში თავიანთ უფლებებს, ესე იგი მოითხოვენ. და ამერიკა უდგას გვერდში. ამერიკელები რაც ხადია ქურთების მოკავშირეებად მოიაზრებიან, მანამდე რუსებიც იბრძოდნენ, ასე ვთქვათ, პირობითად რო ვთქვათ და საერთოდ ბავშვობიდან მახსოვს ოჯალანი ზის ამჟამად ქურთები არ აღიარებენ, RKK არ აღიარებს უკვე მას ლიდერად, იმიტომ რომ ის ისეთ განცხადებებს ავრცელებს, რომ მათ განწყობებს არ შეესაბამება და არც რეალობას დღევანდელს. შესაბამისად ეხა თურქეთი და თავარია ისრაელი ძალიან საინტერესოდ განიხილავს ქურთისტანის შექმნის საკითხს და როგორც ყველგან მას ძალიან სერიოზული გავლენები აქვს თავისი აგენტურისა და სხვადასხვა სპეციალური ოპერაციების განხორციელების წყალობით იქ და რა თქმა უნდა ამაში ამერიკელები ხელს უწყობენ